მოგესალმებით ზირბასო ტელემაყურებელო, ჩვენი გადაცემა იწყება, დიდი გადაცემა და ქალბატონ ნინო წილოსანია ჩვენი გადაცემის სტუმარი, საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ქართული ოცნების წევრი. მოგესალმებით ქალბატონ ნინო. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ხვალ არის 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ხალხი, იმაზე მეტი ხალხი გავა, ვიდრე შარშან და ნამდვილად კიდევ ერთხელ ჩატარდება სრულად სახალხო რეფერენდუმი, საით არის ქართველი ხალხი. ეს არის არსებითი ცალსახა ერთმნიშვნელოვნად გასაგებად იქნება ნათქვამი ეს. ამასობაში მე ერთი პრობლემა მაქვს, რომელზეც მე მუდმივად ვლაპარაკობ, რომ ოპოზიცია მიაღწია თავის საწალდელს, შეუქმნა სერიოზული პრობლემები ქართულ ოცნებას მართლა გულზე ხელს ვიდებდა ამას ვამაყრებ. დიდი პრობლემები შეუქმნა იმით, რომ აღარ არსებობს. ნამდვილად არის ეს პრობლემა. ეს პრობლემა არის. თავი გაინადგურა და ამით შეუქმნა, მაგრამ არა მარტო ქართულ ოცნებას, არამედ საქართველოს შეუქმნა პრობლემა და თავსაც რა. მოდი ესე პირდაპირ საქართველოს მოქალაქეებს. ასე თვითმკვლელობის სუიციდალური ეფექტით შეპყრობილი პრობლემით შეპყრობილი პოლიტიკური ძალა მე არ მინახავს. მე მგონი რომ გაუქმდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ გასაუქმებელიც არაფერი აღარ იქნება უკვე, როცა კომისია გამოიტანს დასკვნას. თქვენი კომენტარი ამ თემაზე, ბევრი მოვლენა მოხდა და მე ნელა ახსნათ თითეული მოვლენა, რატო ამბობ, რატო ვფიქრობ ასე. აუცილებლად. დიდი მადლობა საღამოშტობის. რა თქმა უნდა, დავიწყოთ იმით, რომ ნამდვილად ხვალ მნიშვნელოვანი დემონსტრაცია იქნება იმის, თუ რა სურს ქართულ ხალხს და რომ მხარეს არის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ფაქტობრივად ბოლო პროცესებიდან გამომდინარე, რელიგიურ ომში არის გადაზრდილი აი ის რაღაცა სიგიჟე, რაც სოფლიოში ხდება, იმიტომ რომ ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, ებრძვიან ქრისტიანობას, ებრძვიან იმ ქრისტიანულ პოსტულატებს, რომელზეც ჩვენი სოციუმია დაფუძნებული და ისტორიულად რამაც გადაგვარჩინა, ხო? და ფაქტიურად წინა წელს იყო 17 მაისი, როდესაც უზარმაზარი შეკრება შედგა ნამდვილად ჭეშმარიტად მორწმუნე და ქრისტიანი ადამიანების, ქართველების და როგორც პრინციპში იტყოდნენ ანუ ქართველობა და ქრისტიანობა ფაქტობრივად გადაჯაჭვული მცნებები არის და შესაბამისად ამიტომ ვამბობთ რომ ეს ჩვენი სახეა ნამდვილად და შარშანდელმა 17 მაისის აქციამ წერტილი დაუსვა იმ სიგიჟეს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწყობდნენ ვითომ და ეგრეთ წოდებული და მათგან წოდებული რუსული კანონის და რაღაც აბსურდის გამო, ხო? ხვალად ზუსტად ასეთი დემონსტრირება იქნება ქართული ხალხის და რა თქმა უნდა ეს იქნება დიდი გამარჯვება იმ ძირითადი პრინციპების, რომელზეც ეს ქვეყანა დგას. რაც შეეხება ოპოზიციას, გეთანხმებით, რომ ნამდვილად დიდი ტრაგედია არის, იმიტომ რომ არც ერთ ხელისუფლებას არ უქმნის არც კარგ პირობას და არც კომფორტს და არც ჯანსაღ გარემოს, როდესაც ოპოზიცია არ არსებობს და სამწუხაროდ მათ დიდი სიჩქარით ისინი მიექანებოდნენ თვითგანადგურებისთვის და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი მათ გაინადგურეს თავი. ამიტომ ნამდვილად სავალალო მოცემულობა არის, მათ შორის თუ დააკვირდებით, უკვე იმდენად ტოქსიური არის გარემო ოპოზიციურ ველში, რომ ახლის წარმოქმნის რესურსიც კი არ არსებობს, იმიტომ რომ რაღაც ვიღაც რომ ასე ვთქვათ გაფართხალდება, მომენტალურად აი იმ ჭაობში მიეკაჩებიან, რომელშიც თვითონ არიან, თუმცა ნუ არის რაღაცა ელემენტები, ხო, ეხლა მაგალითად შეიძლება ახალი გირჩები, ნუ გამოყოფილი გირჩები ვნახოთ და ვნახოთ იაგოს გირჩები და ვნახოთ რა შედეგი ექნება. ისინიც დიდი წნეხის ქვეშ არიან ფაქტიურად ოპოზიცია, რომელიც მოკავშირე უნდა იყოს სხვა ოპოზიციური ველის, ყველაზე დიდ თავდასხმებს, ვინც იაგოს გირჩის პარტიაზე ანხორციელებს, თავად ისინი არიან, ამიტომ ორმხრივი თავდასხმის ქვეშ არიან და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათი მისია გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ნორმალურ პირობებში. თუმცა ვნახოთ, საინტერესო არის რა რეიტინგები ექნებათ, როგორც ვიცით, ისინი მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. გახარიაც მიიღებს. ნამდვილად ალბათ, დიდი ალბათობით მიიღებს და ელოც ემზადება, თაღლითებიც ემზადებიან, რომ მიიღონ მონაწილეობა. თუმცა თუ ვინმეს აქვს და აზრი მოეკითხება ოპოზიციაში, აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ რომ პარტია, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, პარტია აღარ არის და არის რაღაცა ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც მაგის თავიც არ აქვს, ნინო.
ჩვენ კი ვიძახით რომ ექსტრემისტული დაჯგუფება რა მიზანს ისახავენ ეს აუცილებლად სათქმელია იმიტომ რომ ჩვენ სულ გვსაყვედურობენ რომ რატომ ახსენებთ იმ 9 წელს რატომ იხსენებთ იმ ყველაფერს რატომ თქვა ასეთი დიდი ძალით რატომ ებრძვით ოპოზიციას რა თქმა უნდა ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა შედეგი ეს არ იქნებოდა ხო და ნაციონალური მოძრაობა იმდენად გვეძალებოდა და ისე გვახვევდა თავის პარტიას და მის ლიდერებს რომ გარდაუვალი იქნებოდა რომ რაღაც ეტაპზე მოკლედ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. მე ერთი პოსტი დავწერე სადაც ვამბობ რომ დასავლეთი თავს იკლავს საქართველოში და ამ პროცესს ჩვენ რომც მოვიდომოთ ხელს ვერ შევუშლით. მე გეტყვით ასე პირდაპირ რომ უფრო ჭკვიანი ხალხიც რომ მოვიდეს პროდასავლური ლოზუნგებით და იდეოლოგიით მათი პატრონები ან მათი ასე ვთქვათ პოტენციური პარტნიორები იქით ევროპაში ისეთ სიგიჟეებს დაავალებენ რომ ჭკვიანი ხალხიც კი აი ესე გაბანძდება როგორც ესენი იმიტომ რომ მესმის რომ ამათ ინტელექტზე დიდი წარმოდგენის არ შეიძლება ვიყოთ მაგრამ ის რასაც აკეთებენ მათ ინტელექტუალურ დონესაც კი არ შეესაბამება არის აშკარად დავალებების თემა აი ბოლოს სასაცილო ამბავი რო ატეხეს ჩვენი პრემიერი ტირანაში რო ჩავიდა ადამიანი არის მიწვეული ხო გამარჯვებას ეტყვიან ხელსაც ჩამოართვევენ და დაილაპარაკებენ რატომ მიწვევენ აქამდე ამათმა კატეგორიულად განაცხადეს რომ საერთოდ არავის არ შეხვდება სული იგნორი იქნებაო და როცა გავრცელდა ეს კადრები რომ აგერ მაკრონი ესაუბრება ბევრი ჩინოვნიკი მაღალ თანამდებობის პირი და ლიდერი ევროპული ქვეყნის ესაუბრება და ეს თავის პრობლემას აცნობს მათ მე დაიწყეს რაღაც სისულელები რომ 20 წამით შეხვდა იმას 15 წამით ეს ნუ გაფარჩაკდნენ კიდევ ერთხელ შესაბამისად ან იქიდან ქონდათ დირექტივა რომ არ შეხვდებით და ხელს არ ჩამოვართმევთო ან თვითონ მოიფიქრეს რადიკალიზაცია უნდა ტვინი ასევე არ არის ეგრე რომ რადიკალებს ტვინი ბოლომდე ამოტუმბული უნდა ქონდეთ გამბედაობა მაინც ხო უნდა ქონდეთ აბა ამათ შეხედეთ არა აი რას ტვით ამაზე შალვა ის რომ მათ არ გამოძდით ბოროტების განხორციელება უმაღლეს სტანდარტს ეს არ ნიშნავს რომ ისინი არ ცდილობენ მავნებლობას ხო ისინი არიან თვითნაბადი რაღაცა მავნებლური ძალა რომელიც თუნდაც გავიხსენოთ რომ თუ არ ვწდები ჯო ვილსონს მიაწერინეს წერილი რომ არ მოიწვიოთ პრემიერი ამ სამიტზეო მოკლედ ამის მცდელობაც იყო და სადაც მიუწვდებათ ხელი და სადაც შეძლებენ რომ რაიმე გააფუჭონ ყველგან αφუჭებენ თუმცა მეორე მხრივ მოდი ობიექტურებიც ვიყოთ ანუ ჩვენი პოლიტიკური ძალა და ქართველი ხალხი აღმოჩნდა გაცილებით უფრო ძლიერი ვიდრე მათ მიერ დაგეგმილი ეს მავნებლობა და ბოროტება და ამ დღემდე მოვედით ზუსტად აი ამ მოგებებით, ამ გამარჯვებებით. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, თავად ის ფაქტი, რომ კეთილგანწყობა იგრძნობოდა და გარკვეული პატივისცემა, ერთი შეხედვით, რაც შეიძლება ითქვას, ეს ალბათ გახდა ჩვენი ოპონენტების გაცოფების და გადაცოფების საფუძველი და როდესაც ემოციას ასეთი დონით აბრმავებინებ თავს, მე უკვე კომენტარებიც უკვე სულელური მოდის, ხო და საოცრებაში არიან გადასული, წამი იყო 2 წამი თუ 3 წამი ამის დათვლა, ნუ ბუღალტერიაში ყველაზე სასაცილოდ გადასვლის პროცესია. თუმცა ამის გარდა, რა თქმა უნდა, იყო პირისპირ შეხვედრები და ჩვენ ვნახეთ ორბანთან, ფიცოსთან და სხვადასხვა ლიდერებთან. ხო, ევროპა არ არის მათი აზრით. მათ ხო უკვე ორი ევროპა აქვთ. ორი საქართველო ხო იყო, გრუზია და საქართველო. ეხლა ორი ევროპა აქვთ. კი, ფაქტია, რომ ჩვენ რაღაც გლობალური ბრძოლების პროცესში მონაწილეობთ და ეს არ ხდება მარტო საქართველოში. ფიცოს ეს მოკლე ვიდეო რო არის პრემიერი ხშირად ამბობს ხოლმე, ის რომ მოусმინო ყოველ ჯერზე აღმოაჩენ რომ აი ერთით მეტი არგუმენტი გაქვს რომ თქვა რომ ხო აი ეს რაღაცა გლობალურად დაგეგმილი პროცესები არის და საქართველოში ზუსტად არის გადმოღებული ეს. მათ შორის აი ეს ფეიერვერკების სროლაც რაც აქ იყო გათვლილი, მოკლედ რაღაცა დიდი მსახიობების მომღერლების, ანუ შოუ ბიზნესის წარმომადგენლების და ასე შემდეგ. წესით ვინც მათი გადმოსახედით რაღაც ავტორიტეტს უნდა ატარებდნენ, მაგრამ შეცდნენ და ფეხი წამოიკრეს იქ, რომ საქართველოს და ქართველები ცოტა სხვა სახის ავტორიტეტებს ასე ვთქვათ ცემენ პატივს და ეს ავტორიტეტები არიან ის სულიერი მამები და ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად ბევრი უკეთებიათ ამ ქვეყნისთვის და ვინც სწორ გზაზე გაიყვანს ქვეყანას ისტორიულადაც და მომავალშიც. ამიტომ ის რომ ვიღაც ცნობილი არის და სულ ამას ვიმეორებდი ხოლმე,
პირობითად შესაძლოა კარგი მსახიობი იყო, კარგი სპორტსმენი იყო და შენ პატივსცემე ზუსტად ამ მიღწევებისთვის, მაგრამ როგორც კი პოლიტიკაზე გააკეთებ ისეთ განცხადებას, რომ პოლიტიკოსებს ასწავლი ჭკუას და ადამიანებს, ვისაც ქვეყანა 2012 წლიდან დღემდე მშვიდობიანი გზით მოგვყავს და განვითარების უმაღლეს ისტორიულად უმაღლეს ეტაპზე ვართ ასული, რა თქმა უნდა, ვერ გადაწონი ვერც ავტორიტეტი და ვერც იმ მიღწევებით, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა სფეროში გაქვს. აი, სწორედ ქართული ოცნების ის ფლანგი, მნიშვნელოვანი ფლანგი, რომელიც ფლანგებად არ დავყოფ. ჯერჯერობით ევროინტეგრაციისკენ გადახრა არ უთქვამს ოცნებას, ხო? არ ჯერჯერობით და ზოგადად არანაირი სურვილი არ გვაქვს ამისი, ჩვენი კურსი არის დასავლეთისკენ. გასაგებია, იმიტომ რომ როგორც ცივილიზაცია დასავლეთის ნაწილი ვართ. ამიტომ შეიძლება მე გკითხო პრობლემაზე, რომელიც შეიძლება დაგვიდგეს წინ. ღმერთმა ნუქნას, მაგრამ შეიძლება ისეთი ქმედებები ჩაადენინონ ამათ და თვითონაც ჩაიდინონ იმ ევროპის გლობალისტებმა, რომ უბრალოდ სხვა გზა არ დაგვრჩეს. ეს საფრთხე არსებობს. როგორც ევროპული მომავლის მსურველს ამ საფრთხეზე გეკითხები. მესმის რომ მთავრობა ძალიან თავშეკავულად იქცევა. ნებისმიერი მთავრობა აი ამ ევროკავშირის ხელს გააგდებდა პანღურით. არა, მოდით შენ ამაზე კომენტარი არ გააკეთე. გერმანიის ხელს გააგდებდა. კორპუსის წარმომადგენლების რიგ შემთხვევაში ქმედებები უბრალოდ არაფერში არ ჯდება. არა, სხვა ქვეყანაში ჩვენი ელჩი გაბედავდა მაგას. სრული დარღვევა არის. არც სხვა ქვეყანაში გაბედავდა ჩვენი ელჩი და არც სხვა ქვეყნის ელჩი გაბედავდა ნორმალურ ქვეყანაში და ამიტომ ამბობთ რომ ზუსტად ის რასაც ეხლა ვცდილობთ რომ წესები დავამკვიდროთ, თუნდაც უცხოელებთან მიმართებაში, თუნდაც საკუთარი ქვეყნის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებებში, ეს არის რაღაცა მართლა ახალი ნაბიჯი სუვერენიტეტის გამყარების. უნდა გააგდო ეგეთი ელჩი. მე პირდაპირ გეტყვით, მე არა ვარ მთავრობის და ხელისუფლების წევრი. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ შეფასებებს, მოდით ამით დავიწყოთ და იმედი გვაქვს რომ უფრო შორს არ წავა. ეს თავშეკავებული პოზიცია ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, მაგრამ მათ შეიძლება ისეთი რაღაცა ჩაიდინონ, აი ყოფაშიც ყოფილა ესეთი, რომ ისეთი რაღაცა გააკეთოს შენმა ოპონენტმა, თუნდაც ვიღაცამ. რომ შენ იძულებული ხარ საფასო ქმედება, საფასოდ რაღაც მოიმოქმედო. მე ვფიქრობ, რომ იმან ზღვარი არა აქვთ უკვე. რასაც ამ განცხადებებს უყურებ, ამერიკის საელჩომ რაც გააკეთა, დაზაფრა ქართველი ხალხი. ხო? და მე უიშე გვეშალა და არაფერ კარგს ფაქტია. ხო, აი როგორ ფიქრობ, კიდევ არის მოთმინების ძაფი, ფიალა ავსებულია ხელისუფლების, იმიტომ რომ მეორე მხრივ ხალხიც გეუნება თქვენ რომ უნდა მკაცად მოსთხოვოთ. აი, რაშიც დაგეთანხმები, ეს არის რომ რეალურად მართლა საკმაოდ გაზრდილი არის ხალხში ევროსკეპტიციზმი, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის შუაგულ ქვეყნებშიც და არჩევნები ხო მეტყველებს მოსახლეობაშიც ეს განწყობა არის, იმიტომ რომ ის ინსტიტუცია, რომელსაც ევროკავშირი ქვია და ის ბრიუსელის ბიუროკრატია უფრო მეტად იმდენად უცნაურ ფორმებში გადაიზარდა, რომ თავად ამ ინსტიტუციის მონაწილე მხარეებსაც გარკვეულ უხერხულობას უქმნის და ნუ არ ვიცი ხა უნგრეთი თუ ევროპა არ არის, მაშინ როგორ შეიძლება სხვა ქვეყნებზე ვთქვათ, პირობითად ან ბალტიის პირებზე, ან კიდევ სხვა ქვეყნებზე, რომ უფრო მეტი ევროპა ის არის და არა უნგრეთი, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, ბრიუსელის ბიუროკრატია ყველაზე ცუდი ფორმებით ავლენს ამ პროცესების სიმძაფრეს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან დიდი მოთმინებით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მიუდგებით ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებს, იმიტომ რომ ჩვენი არჩევანი იყო, მათ შორის კონსტიტუციაში ჩაწერაც, ამაზე არაერთხელ მიწევს ახლაც დისკუსია მცირე წრეებში თუ ფართო საჯარო დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, რომ იყო თუ არა კონსტიტუციაში ჩასაწერი პუნქტი, იმიტომ რომ ჩემი აზრით თუ გაინტერესებდა არ იყო. რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში იწერება არც ანაკლია, სიტყვა ანაკლიაც არ იყო ჩასაწერი. ეს იყო წარმოუდგენელი, მე მონაწილეობდი და ვიყავი მაშინ პარლამენტის წევრი და ნუ ანაკლიის კონსტიტუციაში ჩაწერა იყო მიუხედავად რაბატივის ცემისა. აღარ მინდა რომ გადავიდე რა განმაპირობებელი ფაქტორები იყო და სამწუხაროდ რა და ვინ განმაპირობებელი ფაქტორებიც იყო, ის ადამიანი დღეს ყველაზე მახინჯი ფორმით წარმოდგება ამ პოლიტიკაში და სხვა ადამიანები მათ შორის. მაგრამ ისევე როგორც ანაკლია, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი გაცხადებული სურვილი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ არის თუ არა ეს კონსტიტუციური სიმაღლის ასეთი და მუდმივობის ჩანაწერი, ევროატლანტიკური, აი ეს უფრო მძაფრია.
კი, ანუ საკონსტიტუციო სიმაღლის და მუდმივი ჩანაწერის ფორმა აქვს თუ არა ამას და უნდა ქონოდა თუ არა ეს რა თქმა უნდა არის. როცა ჩვენ უყურებთ ევროატლანტიკურ დაპირისპირებას, რასაც ტრამპი აკეთებს, ეს ევროატლანტიკური ერთობის კრახია. ნატოზე არ იწვევენ, ნატოს სამიზი არ იწვევენ უკრაინას ხალხო. იცით ეს ახალი ამბავია ნატოს ივნისში რომ ჩატარდეს სამიტი ტრამპის, რა თქმა უნდა, მეცადინეობით არ იწევენ უკრაინას. კიდე მათ შორის ანუ ნატოს ახალ ანგარიშებში, ჩანაწერებში სულ სხვადასხვა და განსხვავებული ფორმულირებები ხდება უკრაინა. ამ შემთხვევაში უკრაინაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებთ, რომ უკრაინა ფაქტიურად ნამდვილად შეეწირა დასავლელ ლიდერების გადაწყვეტილებას და ამ ეტაპზეც რაღაც გარკვეულწილად ვერ მიიღწევა შეთანხმება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სწორედ ვიღაცეების მეცადინეობით და წაქესებით და ჩარევით, ხო? ამიტომ ეს უმძიმესი ფაქტია და იმას რომ თავი გავანებოთ, ეხლა უკრაინის დიდი ნაწილი გასწორებული არის მიწასთან, თავად ომის ტრამვები არის ერისთვის, რომელიც შეიძლება თაობებს გადაყვეს და ფაქტია რომ ეს ქვეყანა თავისი ხალხით და მოსახლეობით უმძიმეს მდგომარეობაშია, მხოლოდ თან ახსნობ ამ ყველაფერს. მესამედ გაქცეულია ქვეყნიდან გაიქცა უბრალოდ. კი, გადაადგილებული არის სადღაც 15 მილიონზე მეტი, შეიძლება ახლა უფრო სხვა ციფრი იყოს და მათ შორის დაკარგული და დაკავებული ტერიტორიები, მათ შორის ის ეკონომიკა, რაც და საინტერესო ის არის, რომ უკრაინის ყველაზე მეტად ინდუსტრიული ნაწილი აქვს დაკავებული. ფაქტია, რაც ეკონომიკას ქმნიდა და რაც სიძლიერეს აძლევდა უკრაინას, სწორედ იმ ნაწილზე არის საუბარი, მინერალებს და ასე შემდეგ სიმდიდრეებზე არ ვსაუბრობ, რაც ამ ოკუპაციის შედეგად. ხო და სავსები შესაძლებელია ამერიკაც კიბზე იყო, რომ ყირიმი ეღიარებინა ამერიკას. იყო ეს მოლაპარაკება, როგორც იცით და პუტინს არ ყოფნის ეს ყირიმის აღიარება. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ არც ერთი ვექტორი პოლიტიკის, რეალ პოლიტიკის მუხანათობის გამო კონსტიტუციაში არ უნდა ჩავწეროთ. არც ერთი ვექტორი. ანუ ბრიტანეთს თუ საინტერესო მსჯელობა მქონდა ერთ-ერთი ძალიან კარგი სკოლის მოსწავლე ახალგაზრდებთან დიდი ჯგუფი იყო და უმრავლესობა და ისინი ყველა ამტკიცებდნენ რომ ეს რაკენით როგორ ჩაწერა და გამიკურდა, იმიტომ რომ გონია რომ ახალგაზრდები შეიძლება ისევე ათვიცნობიერებდნენ სპეციალისტები იყვნენ, ესე იგი, მომავალი სპეციალისტები. კი, ანუ ზოგადად საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ის კონდათ ბექგრაუნდი, კი ბატონო. კი და შესაბამისად ხო, ნუ მაგას გავასწორებთ. ჯერჯერობით ვერ ხერხდება, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ამ კუთხითაც ალბათ არც უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ რაღაცა დავძაბოთ მოლოდინები ან ასე შემდეგ, ამიტომ ეს თემა არ არის. ეს თემა არის ის, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო, როგორც სუვერენული სახელმწიფო ვაღიარებინოთ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს და სამწუხაროდ ზოგი მეგობარი ისე იქცევა, რომ გეუხერხულება ადამიანს, რომ უწოდებ მეგობარი, მაგრამ სულ ვამბობ ხოლმე, რომ ლიდერები შეცვლადია და დრონი მეფომედ და არა მეფენი, შესაბამისად ამ ქვეყნებს და დასავლეთ ზოგადად დარჩება დარწმუნებული ვარ და რაღაც ეტაპზე ალბათ აღიდგენს და იქაც რაღაც ეტაპზე ხალხის ხმა გაიმარჯვებს საბოლოო პროცესებში. მე მაინც მგონია რომ ამ ფორმით ევროკავშირს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ნატო უფრო მალე დაიშლება, იმიტომ რომ უკვე ევროპა თვითონ მიხედეთ თქვენ, ევროპა თვითონ მიხედეთ თქვენს თავს ტრამპი ეუნება და ეს ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ამერიკის ახალ ხელისუფლებას. ძალიან ბევრი ფული დახარჯა ამერიკამ მსოფლიო ჰეგემონობაში, ვერ მიხედა თავის ქვეყანას, სადაც ასევე უდიდესი პრობლემებია. არ ჩამოთვლი ახლა ამერიკაში რა პრობლემებია, ეს არის ემიგრაცია, ეს არის კრიმინალი, ეს არის უზარმაზარი შიდავალი, ინფრასტრუქტურის გაუმართლობა და ასე შემდეგ. და ყველაზე კარგად ვიქცევით ჩვენ ვართ ჩვენთვის სტრატეგიული მოთმინების კურსი გვაქვს და უყურებთ ყველასთან გვინდა მეგობრობა, ყველასთან გვინდა მეზობლობა, ყველასთან გვინდა კარგად ყოფნა, მაგრამ ჩვენს ინტერესებს არავის არ შევწირავთ. ეს არის ძალიან სწორი. შალვა, ქართველებს გვაქვს ძალიან კარგი ისტორიული მეხსიერება და რამაც გადაგვარჩინა აქამდე ზუსტად ეს იყო, იმიტომ რომ როდესაც დიდ იმპერიებს შორის ხარ მოქცეული, ერთადერთი რაც გადაგარჩენს არის რომ შეინარჩუნო თვითმყოფადობა, ის ღირსი რაც გაქვს და ასევე რაღაცნაირად ლავირება მოახდინო ამ პროცესებში და არაერთხელ გვითქვამს, ხო, ანუ უმძიმესი გადაწყვეტილებების წინაშე მდგარან ქართველი მეფეები და მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ემოციურად სრულებით სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რაციონალურად მათ გადაწყვიტეს ისე, როგორც გადაწყვიტეს, ერეკლე მეორედან დაწყებული ნებისმიერი სხვა გამორჩეული და გამოჩენილი მეფით და რა თქმა უნდა გადაარჩინეს საქართველოს და აქამდე მოვსულ ვართ, აქამდე მოუყვანი ვართ ჩვენს
გმირებს და ჩვენს წინაპრებს და მე მგონი დღეს არ გვაქვს იმის უფლება რომ რაღაც არასწორად გავაკეთოთ. ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან სწორად მივდივარ, დავიწყოთ იმით რომ ზუსტად საჭირო მომენტში ისე რომ არ იყო დაზიანებული სოციალური ქსოვილი დიდად ჩვენ სწორად შემოვატრიალეთ რეალურად კურსი, პირობითად იგივე თქვათ ოჯახური ღირებულებების თემა, იგივე ნებისმიერი საკითხი, რომელიც გამჭვირვალობას სხვა ქვეყნების საქართველოში ჩარევას ეხება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სწორ დროს დავაბრუნეთ და ძალიან კარგად დავიცავით ჩვენი სარწმუნოება, ფაქტიურად ჩვენი მორალური და სულიერი ღერძი, ხო? ანუ თუ გაიხსენებთ საოცარი ბრძოლებში გამოიარა ეკლესიამ და საპატრიარქომ, ანუ გადაცემაზე კეთდებოდა და მთელი მიზანმიმართული კამპანიები იყო, მათ შორის სამწუხაროდ ჩანაწერების გახსოვთ ალბათ. კი, მათ შორის სამწუხაროდ იმ დროინდელი ომბუდსმენი, ესე იგი ქალბატონი ნინო პირდაპირ იყო და ჩართული ეკლესიის და პატრიარქის მათთან ბრძოლაში საქმეში. და ნუ შიგნიდანაც უამრავი ადამიანი გამოიწვიეს იმისთვის რომ შიგნიდან დაენგრიათ ეს ინსტიტუცია, მაგრამ გადარჩა რა თქმა უნდა ღვთისმადლით პირველ რიგში აუცილებლად და გადარჩა რა თქმა უნდა იმით რომ ქართველებს ეს არ გვესწავლება როგორ დავიცვათ ჩვენი რწმენა, ხალხი ეწირებოდა იმას რომ ერთი სიტყვითაც არ ეთქვა რომ სხვა რელიგიაზე გადადიოდა, არათუ გულში ბოლომდე ეწამა ჩვენი ღმერთის, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა ეს ბრძოლა მოგებული არის ამ ეტაპზე და ჩვენ არანაკლებ რთული ბრძოლები გველის პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა ჩვენი ლიდერი და მათ შორის ყველა ის მაგალითად ღია წერილი პრემიერ-მინისტრის მაგალითად ჩვენი განცხადება რომელიც პარლამენტმა მიიღო ძალიან არამეგობრული აქტის მიმართ ყველგან ჩვენ ვამბობთ რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვის, სუფთა ფურცლიდან დაწყების, ჯერჯერობით პროცესები არ გვაძლევს იმ ნიშანს, რომ ვთქვათ რომ იგივე deep state-ი, რომელსაც ჩვენ რაღაცა გლობალურ გავლენიალ პოლიტიკურ ძალებს უწოდებთ, რომ ეს deep state-ი დამარცხების პირას არის, ნამდვილად საკმაოდ მძლავრი არის და ყველგან და ყველა სისტემაში აქვს გადგმული ფესვი და შესაბამისად თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ და მის ახალ ადმინისტრაციასაც საკმაოდ უჭირს ამ ძალებთან ბრძოლა, ამიტომ გამორიცხული არ არის რომ ჩვენთანაც საკმაოდ დრო დაჭირდეს ამ პროცესების უკან შემოტრიალებას. თან ჩვენ ჩირგვებში კი არ ველოდებით ამას. ეს წერილი პრემიერ-მინისტრმა რომ იწერა. ეს არის როგორ გითხრა, ახალ საფეხურზე გადაყვანა, სურვილი ახალ საფეხურზე გადაყვანა ურთიერთობის და არ შეუშინდა ჩვენი პრემიერი, ჩვენი მთავრობა არ უშინდება და პირდაპირ ეკითხება პარტნიორს, ანუ რაღაც მოგზაურებით კი არ უყურებს, რომ თუ პარტნიორები ვართ, თქვი რამე ჩვენზე. გამოხატე შენი აზრი. პრაქტიკულად ეს იყო რა. პრაქტიკულად ეს იყო ამ წერილში და ეს ძალიან კარგია სუვერენული ქვეყნის ხელისუფლება ეუბნება ახსენებს თავის წვლილს ამერიკის პირველ რიგში საქმეს შეტანა ჩვენ წვლილს ნამდვილად სიცოცხლებით რომ არის გამოხატული და მე ეკითხება რომ ჩამოყალიბდი ან კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვსო აი ესეთი თამამი განცხადებაა და ეს ყოველთვის არის სტილი ახალი ხელისუფლების ახალი აი ეს ბოლო ახალი არ არის მაგრამ აი რაც ომი დაიწყო მაშინ დაიწყო ეს ბრძოლა ჩვენი ხო და ეს ახალი სტილია რომ ინიციატივა აქედან მოდის მუდმივად აი გახსოვს მოლაპარაკებებზე უარი ვთქვით მე აგერ ყოველთვის ვასწრებდით მოვლენებს მოლაპარაკებებზე უარი არ გვითხოვს უბრალოდ ბურთიქით მოედანზე გადავალ კი ზუსტად ეს იყო უფრო შევადარებდი აი ჩვენს ბოლო პერიოდში გაკეთებულ ნაბიჯებს მათ შორის 28 ნოემბრის განცხადებას რომ კი ძალიან მაგას როდის შეუძლია შანტაჟი გაუვიდეს ვიღაცას ხო თუ შენ გაჩვენები გეშინია და რაღაცნაირად მიყვები ანუ ჩაყვები ამ პროცესს და არ გაუვა მაშინ თუ შენ ამაზე ხმამაღლა დაიწყებ ლაპარაკს დაასწრებ და ყველა ჩვენი აი ბოლო ამ წლების განმავლობაში გაკეთებული ნაბიჯები ზუსტად ამას ემსახურება. მას შემდეგ რაც თქვით რომ იცი რა მოლაპარაკების გახსნა ჩემი გადასაწყვეტი ვერ არის და ამიტომ შენია და სანამ შენ არ გადაწყვეტ ამაზე შანტაჟის უფლებას არ მოგცემ და ჩვენ აი აქ ჩვენი ასე ვთქვათ სამოქმედო პრიორიტეტებიდან თქვენთან ხვეწნას ვხსნით დღის წესრიგიდან. ანუ ეს იყო ჩვენი მესიჯი და
თუნდაც ეს ღია წერილი თუ ნებისმიერი ჩვენი მოქმედება ზუსტად იმას ემსახურება, რომ ჩვენ არაფერს არ დავმალავთ და მივჩქმალავთ. აი, ყოველთვის მოვიგეთ, როდესაც საზოგადოება თავიდან ბოლომდე ჩავაყენით საქმის კურსში, გახსნილად ვილაპარაკეთ იმ პრობლემებზე, რაც არსებობდა, იმ დახურულ კარს მიღმა არსებულ საუბრებზე, რიგ შემთხვევაში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან, შანტაჟზე, მათი მხრიდან მომდინარე შანტაჟზე, თუნდაც NGO-ებად წოდებულ აგენტებზე და რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო შალვა ეს პროცესი და ნამდვილად მტკივნეული იყო, იმიტომ რომ პატარა საზოგადოება ვართ, ხო, ყველა ვიღაცის ნაცნობი ახლობელია და რა თქმა უნდა, უამრავი ტკივილი მოყვა ამ ყველაფერს, მაგრამ არ შეიძლება სწორი პროცესის გზაზე აი გარდამტეხი ცვლილება გააკეთო და ნუ რაღაცა ეს უხერხულობები აირიდო თავიდან. ვერ ავირიდეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ სამაგიეროდ შედეგს მივაღწიეთ და შედეგი არის ის, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს და საზოგადოებამ ზუსტად ასეთი უმაღლეს დონეზე ინფორმირებული არჩევანი გააკეთა ოქტომბერში, ხო? მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ღირსებით ევროპისკენ იყო ჩვენი სლოგანი, რომ ყველაფრის ფასად არც ევროპა არ გვიღირს და ეს ყველაფრის ფასად ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე უნდა გეთქვა უარი. ამიტომ ეს წარმოუდგენელი იყო და ზუსტად ეს გააზრებული არჩევანი გააკეთა ქართულმა ხალხმა. ეხლა პრაქტიკულ საკითხებზე გადავიდეთ. ესეთი იდეა მაქვს. მზადდება კანონი, როდესაც ადმინისტრაციულად დასჯადი გახდება შეურაცხყოფა თანამდებობის პირის მოხელის. ეს ვიცით, ესეთი იდეა არსებობს. ეცით ამის საქმის კურსში. ჩვენ საკმაოდ კარგი ცვლილებები მივიღეთ, ისედაც პოლიტიკოსის საჯარო მოხელის მიმართ შეურაცხყოფის და ფიზიკური შეტევის შემთხვევაში განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მუხლი არის და ამან გარკვეულწილად ის რაღაცა ქაოტური ტალღა რაც იყო შეაჩერა, იმიტომ რომ არ შეიძლება არ შეებრძოლო იმ არასწორ აქტივიზმს და ვოუქიზმს, რომელმაც ყველაზე მახინჯი ფორმები მიიღო. თხოვნა მაქვს ამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იყო და ეს თხოვნა მეგონი ყველას მოეწონება. თუ შეიძლება ანალოგიური წესებით ჟურნალისტებზე, ყველა ჯურის ჟურნალისტზე გავრცელდეს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. იფიქრეთ ამაზე, იმიტომ რომ არა მარტო პოსტივის ან დაუშვათ იმის, არამედ ნაც ჟურნალისტებზეც გავრცელდეს ეს, რომ სამსახურებრივ მოვალეობის დროს გინება, არა ფიზიკური ხელშეშლა, ეს უკვე მუხლია, კი ბატონო. არამედ გინება, შეურაცხყოფა ხა ოპერატორების მიმართ და ასე შემდეგ. ეს იყოს დასჯადი ადმინისტრაციულად. ეს ძალიან საინტერესო იქნება და ხმას ვერ ამოიღებენ ისინიც, იმიტომ რომ ჟურნალისტს ორივე მხარეს შეეხება. იფიქრეთ ამაზე. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, უმძიმეს პირობებში უწევთ პოსტივის იმედის. აქედან გამომდინარე გელაპარაკე. საზმაუს ჟურნალისტებს და ნუ ეხლა გრადაცია ვის როგორ რა თქმა უნდა ამის გარჩევას არ ვაპირებთ, თუმცა თქვენი ჟურნალისტების მიმართ მინდა კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მადლობა ვთქვა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან გამოკვეთილად ხელისუფლების მხარდამჭერი პოზიციაა და ამის გამო ძალიან დიდი შეურაცხყოფების ქვეშ ხდებიან და დიდი მადლობა იმისთვის, რომ სწორ საქმეს ემსახურებით და რა თქმა უნდა, თქვენ საქმეს ემსახურებით და რა თქმა უნდა და ქვეყანას ემსახურებით ნამდვილად. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება თუ დაინიციირდა ასეთი, აუცილებლად მექნება მხედველობაში, იმიტომ რომ მათ შორის ჟურნალისტის საქმიანობა ორივე მხარის ჟურნალისტი, როცა საქმიანობს ჟურნალისტი, შეაგინო ოპერატორს, გოგონას ან ბიჭს, ჟურნალისტი იქნება ადმინისტრაციულად დასჯადი და მე ვიცი მაგათი ზნედა, ჩვეულება, რომ აი ხა ხო ხედავთ ჯარიმება როგორ შეამცირეს აი ჭინკების საოდენობა, რომლებიც კეტავენ. ეხლა ამ ჭინკებთან დაკავშირებით. მე მგონი მოვიდა დრო, რომ ის 20-50 კაცი რაღაცნაირად დააგვერთოთ რა, შეუძლებელია ამის გაძლება. ხალხი კი, მუდმივად ეს მესმის გეუბნებათ ალბათ, რომ 50 ჭინკას არ უნდა მისცეთ უფლება აი მისი გიჟების მოწყობის რა. კი, წარმოუდგენელია, როდესაც ქალაქის მთავარ ქუჩას და გამზირს რამდენიმე ათეული ადამიანი კეტავს და აი მაქსიმუმ 100-ა. კი, პერიოდულად რაღაცები შეიძლება იცვლებოდეს, რაღაცა უფრო ამოტივირებდეთ, ან უფრო მეტი რაღაცა ფული მიდიოდეს გამოსასვლელად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ან რომელიღაც დიპლომატის ან ვიღაც პოლიტიკური ლიდერის უცხოეთიდან გამომოტივიროს, კი, რაღაცნაირად ან წაქეზებასავით. გამოჩნდეს, თუმცა ნამდვილად არ შეიძლება ამის ალბათ ესე უბრალოდ გატარება და დარწმუნებული ვარ რაღაც ეტაპზე საბოლოო ჯამში მოიძებნება ამონახსნი, იმიტომ რომ თუ 20-30 ადამიანს შეუძლია რომ მთლიანად ქალაქის ცხოვრება არიოს და პოლიტიკური ველი ესე დააბინძუროს, მაშინ შეიძლება ითქვას რომ ამ ქვეყანაში სამართალი ვერც ერთ სხვა ქვეყანაში იგივეს ვერ გააკეთებენ, ზუსტად ვიცი. ნებისმიერ ქვეყანაში ხა დიდი ბრიტანეთთან მოყოლებული, იქ უამრავი რაღაც
პატარ-პატარა აქცია იმართება, მაგრამ ამას არასდროს არ შეუშლია ხელი და ვერც გაბედავენ და არავინ მისცემს საშუალებას, რომ მთავარი გამზირი რაღაც იმ პირობებში, რომ ფიზიკურად ადამიანების რაოდენობა ისეთი არ არის, რომ გადაიკეტოს, არამედ განზრახ გადაკეტონ, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ დარღვევა და ამიტომ რაღაც ეტაპზე ალბათ ამ განვითარების დონემდეც მივალთ, რომ ასეთი საქციელი ჩვენთანაც სათანადოდ იქნება კანონის კუთხით დაპასუხები. ხო, იმიტომ რომ ითხოვს ხალხი და მართლაც მოვა ეს დრო. მე ზოგადად მიმაჩნია, რომ ყველა ის ქმედება, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს ზომა ქმედებებისა, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს, ანუ უფრო დიდი ზომის ქმედებებისკენ არის მიმართული, ხო? მეც მათ შორის, ხო? მე მგონია, რომ საბოლოოდ გაფარჩაკებულ ოპოზიციას უფრო მეტად უნდა მოუთხოვოთ კანონის ძალით. ჩვენ გვაქვს ის კანონები, მაგრამ ისიც მესმის, რატომ აქვს ხელისუფლებას გაცილებით მაღალი სურვილი ფრთხილად მოქცევისა. ჯერჯერობით სადაც ფრთხილად მოიგეთ, იქ მოვიგეთ რა, მოდი ესე ვთქვათ. იმის და მიუხედავად, რომ კანონით სრული უფლება გვაქვს, რომ კაცრებიც ვიყოთ, ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომ ეს არ იყოს რაღაცა ისეთი სრულ აღსრულებაში არ მოვიდეს თუნდაც ის კანონები ოპოზიციასთან დაკავშირებით. თუმცა თუ გირაოს არ გადაიხდიან მოქალაქეები, რომლებიც თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, ზოგმა გადაიხადა. ნუ ფაქტია, რომ უკვე პირველი ნაბიჯები გადადგმულია იმისკენ, რომ არავის არ ეპატიოს თუ ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს არ ეპატიება გირაოს არ გადახდა და აუცილებლად იქნება ჩვეულებრივად მიმართული აღკვეთის ღონისძიება და დაპატიმრება, ამის უფლება არ უნდა ქონდეს არავინ რაღაცა ის დაპრიორიტეტებულ ან რაღაცა უპირატესობებით თავის თავზე რო ფიქრობს, რომ უპირატესობა აქვს ეს ადამიანებს. და არჩევნებზე მინდა გითხოთ, ჩემი აზრით წინა არჩევნებში სოლიდური რაოდენობა იყო ხმების ოპოზიციამ. ვიცით, რომ თბილისში განსაკუთრებით, მაგრამ აი ამ სიგიჟეების მერე რაც მათ ჩაატარეს, ჩემი აზრით არჩევნები რახან ოპოზიცია არ არის, ასევე აზრს კარგავს როგორ, თალკარა იქნება რა. ანუ მართლაც ყველა როგორც პრემიერი ამბობს, მართლა ყველანაირად მოიგებს ქართული ოცნება. კიდე ეს სამართლიანიც იქნება, იმიტომ რომ მეორე მხარეს თუ არ არსებობს ელემენტარულად, ანუ ადეკვატური ოპონენტების არსებობა, რა თქმა უნდა, სრულად იქნება. ამასთან დაკავშირებით ბოლოს შეკითხვა, რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან თქვენი მომხრე, რომლებსაც ხმა მისცეს ოპოზიციას, ოღონდ რევოლუციას არა, ჩანს რომ რევოლუციას არ მისცეს. და არც ახლა არ არიან თქვენი მომხრეები. პრაქტიკულად სავალალო მდგომარეობაში არის, ისინი ხო ქართველები არიან, საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც არ აქვს საშუალება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ოპოზიცია არ არსებობს, თავიანთი ხმა მისცენ ვიღაცას, ვინც მათ ინტერესებს გამოხატავს. შალვა, გულწრფელად მგონია, რომ ამ ადამიანებს საკმაოდ დრო ქონდა იმისთვის, რომ გაეანალიზებინათ, რა პროცესებში მიიღეს მონაწილეობა და რა ისეთი ცივი გონებით შეეხედათ ამ ყველაფრისთვის, ამიტომ ნამდვილად მჯერა, რომ მათ გარკვეულ ნაწილს აქვს უკვე თავის თავში გადაწყვეტილება რაღაცნაირად მოხარშული. გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ არასწორი იყო საკუთარი ხმა ანდო ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე არ ერიდებიან გალაშქრებას, ხო? ქართული ოცნების წევრების დასანქცირება არ არის უბრალოდ ჩვენი დასანქცირება. არა, ქვეყნის დასანქცირება. ჩვენი კონკრეტული ინტერესი არავის არ აქვს, ანუ მე იმიტომ მასანქცირებენ, რომ მე აღვასრულებ ქართული ხალხის არჩევანს და ამ ქვეყნის ინტერესებს ვემსახურები, ხო? ზუსტად ამისთვის სანქცირდებით და ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული თითეული ჩვენგანი, ვინც დასანქცირებულია, ზუსტად ამისთვის ვისჯებით. ამიტომ ეს სანქცია არა ინდივიდუალურია, არამედ მთლიანად საქართველოს და ქართულ ხალხს მოემართება და როდესაც შენ მიეცი ხმა პოლიტიკოს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შენი ქვეყანა დასანქცირდეს, ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ შეიძლება შენ თავთან რაიმე გამართლება პოვო ამას და არ შეიძლება შენ თავთან თუნდაც ევროპის იდეამ გადაწონოს აი ეს ბოროტება, რასაც შენი არჩეული პოლიტიკოსები აკეთებენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა ნამდვილად არის გამოსწორების შანსი, საკუთარი წინა გადაწყვეტილებების გამოსწორების შანსი, იმიტომ რომ ბევრი დაუშავდა ქვეყანას იმის გამო, რომ ამ ჩვენს რადიკალ ოპონენტებს რაღაცა დოზის მხარდაჭერა მაინც ჰქონდა და თუნდაც აი განსაკუთრებით სავალალო არის, მე ვფიქრობ, ლელო სამორჩევლის მდგომარეობა, იმიტომ რომ თითქოს ცივილიზებულის ფორმით შეფუთული პარტია და მისი ვითომ კეთილშობილი ლიდერები აღმოჩნდნენ თაღლითები და ნაცები. ამიტომ აი ეს ფრუსტრაცია მგონია რომ ყველაზე მეტად უნდა ქონდეს ლელო სამორჩევლს
მრჩეველს, აი ასეთი წარმოდგენა. ხო, მაგრამ რაღაცა უნდა დავეხმაროთ ასე ვთქვათ, მათაჩვენეს, თუნდაც გავიხსენებ გუშინდელ ამბავს, მათ არაერთხელ გაუკეთებიათ ესეთი წარმოუდგენლად, ანუ არაკორექტულს უწოდებ, უბრალოდ რაღაც ლაჩრული და არაკაცული განცხადება მარიამ ლაშთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვისმინეთ. კი, ესეც ვნახე, უბრალოდ რასაც ჩვენ უსმინეთ, აი ესეთი ადამიანები წარმოადგენენ ლელოს სახეს და არა მხოლოდ. გალბატონი ხარ და ვერ გავიმეორებ იმ შეფასებებს, რომელიც მაშინ ეთერში ვთქვი, მაგრამ ლელოს სხვათაშორის შვევია ესეთი ჩმორების თაღლითებთან შერწყმა. ხო, სამწუხაროდ რაღაცა ესეთი ადამიანების შეკრება არის ლელოს პარტია და კიდევ ვფიქრობ, რომ მათი ამორჩეველი ალბათ ყველაზე უფრო მეტად დაფიქრდება. მოკლედ ჩვენ არაფერი არ გვაქვს სამწუხაროდ სათქმელი ამ ამომრჩევლებისთვის. დაელოდეთ ალბათ სვიატა მესტა პუსტანი მივაეთ ოკუპანტებმა თქვეს და შემო მოვიდეს ვიღაც ნებისმიერი ამორჩეველი ეს ჩვენია თუ ჩვენი ოპონენტის ყოფილი ალბათ იხემძღვანელებს იმ იდეით რომ რა ჯობია ახლა საქართველოსთვის. ნუ ეხა უკვე ჩვენ ნახეთ მათ მისცეს ხმა ნაცებს ან ნაცების ანასკრეტებს მაგრამ არ დაიჯერეს რომ გაყავდა. ეგ ხო ნახეთ ჩვენ. კი, ნამდვილად. ამიტომ ეს რაციონალიზმი იმ ხალხს არ გამოვიდა, არ დაუჭირა ხალხმა მასებმა რევოლუციას ხარი, იმიტომ რომ არ დაიჯერეს რომ გაყავდა. ეგ მოდი პირდაპირ თქვათ რა და ეგ უნდა დაუფასოთ ქართულ ხალხს მიუხედავად იმისა რა პარტიას მისცეს ხმა. კი ბატონო. უღმესი მადლობა ქალბატონო, ჩემო კარგო, ძალიან საინტერესო სტუმრობისთვის. ჩვენ ძალიან მალე გიაბაშიძე, ლევან ნიკოლაიშვილი და ედიშერ გვენეტაძე გვეყოლება, რომლებიც ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ, რომლებიც ვილაპარაკებენ და მეც ვილაპარაკებ მიმდინარე ამბებზე საზოგადოებრივ და ქვეყნის შიგნით. შენ გემშვიდობები, უღრესი მადლობა რეკლამა. ნახვამდის. მოგესალმებთ კიდევ ერთხელ გიაბაშიძე, ლევან ნიკოლაიშვილი, ედიშერ გვენეტაძე არის ჩვენი განაცემის სტუმრები არიან ახლავანი და შეგვიძლია ჩვენ ძალიან კარგი ფორმატი გვაქვს. მე გთავაზობთ რომ ცოტა იუმორითაც ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე ბევრი ვიფიქრე შეიძლება თუ არა შექმნილ ვითარებაში ქართული ოცნების ოპონენტებზე, არა მარტო ქართველებზე, არამედ უცხოელებზე, რაიმე სახის სერიოზული საუბარი. მე ჯერ ტრამპს კიდევ აძლევ დროს. მე შალვა რამიშვილი გურიდან აძლევ დროს. ბევრი არ არის დარჩენილი, დროზე მიხედავს თავის ქვეყანას. აბა, კაცი იძახის. ირანთან თუ კარგად მიდის საქმე, მოლაპარაკებები, ირანმა თქვა რომ სანქციებს თუ გააუქმებთო, ბირთულ გარიგებაზე წამოვალო, იარაღი არ მინდა ბირთული. ამით ამოასუნთქებს ისრაელს. წარმოგიგენია რა შიშკაკავში ცხოვრობს ისრაელი და ბუნებრივიც არის ახლა, ხო? როცა ირანს დოქტრინაში უწერია, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს სახელმწიფო დოქტრინაში. ეს ერთი. მეორე, ჩინეთთან ვალაგებ ურთიერთობასო და მართლაც დაწია 120%-იანი თუ 125%-იანი ტარიფები. კი ბატონო, ძალიან და რუსეთთან მე და რუსეთი შევრიგდებითო და ეს დედა აფეთქებული ვითომ მეგობარი აქტი, რომელიც არის რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენის შემცირება, ამერიკული აქტი. ეს ტრამპის განცხადებები რომ მაგალითად ძმაკაცობს და ჩვენ რო გვიტევენ ამეგინით, ეს ერთმანეთში როგორ ჯდება, ეს არის საინტერესო. ჩვენთანა ეს თავმოყრილი, თქვენ რა როგორ ხდება ეგ, ყველა ირანიც, რუსეთიც და ისა ჩინეთიც საქართველოსია ყოფილა ყველა, ჩემო ბატონო და ჩვენ ყველა ამ ქვეყანასთან ალაგებს. და საქართველოსი აქვს პრობლემები ამ ერთი ბეწო ქვეყანაში. ვილსონის ერიდება. ჰა? ვილსონის ერიდება. სამწუხაროდ გასდა იმ გის და მიიღო კონგრესმა, ხო ეგრეა რა? კი, მიიღო. ხო, და გასდა, უკვე ისეთი სიგიჟე არ არის და უკვე როგორ გითხრა, დიდი სიგიჟეა უკვე, ხო? როგორ შეიძლება რომ ადამიანი, რომელიც გარიგებებს დებს ამ დიდ ქვეყნებთან, ჩვენთან რატომღაც ამ ქვეყნების გავლენის წინააღმდეგ გვაჯარიმებს და სირიის მართველი ტერორისტი არის ესე საინტერესო წარსულით, ხო? საინტერესო არა, ძლიერი წარსულით. ხო, ანუ ორ ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო, 10 მილიონი იყო გამოცხადებული მის თავზე და ნუ დემოკრატია. მაშინ ბინ ლადენს ყველაზე მეტი დიდი დემოკრატად არის ეს კაცი და მაკრონმა მიიღო სასახლეში, ხო? ალ-შარას, ხო? ირანის რევოლუციის მცველების უფროსი გენერალი რაკეტით ხო მოკლა? კი ბატონო. იმას ქონდა არანაკლებ ძლიერი წარსული პირდაპირ გეტყვით. არა, ის ოფიციალური პირი იყო განსხვავებული. კი ბატონო. მაშინ ალ-კაედას ლიდერი რო იყო ეს ავადსახსენებელი ბენ ლადენი,
ძალიან ძლიერი წარსული ყო და რატომ მოკლეს? რასერჩოდნენ მაშინ? რასერჩოდნენ თუ ამას აქ რაღაც ძლიერი ძლიერი იყო, არ გამოდიოდა მაშინ სხვანაირად. სხვა დრო იყო. სხვა დრო იყო. სადაური წესიაო? აქაო. აი ეგ არის ყველაზე კარგად. სხვა დრო იყო. ეგ ცნობილი ანეკდოტია. სადაური წესია. მორიდების ამბავი არის იდეალური ანეკდოტი. სადაური წესია ესეო და ესეო და სადაური წესია და აქაური წესიაო. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ ძელობა აი ამ თემებზე რაც ჩვენ თქვით. ჩვენ სოფლიოში ხედავთ სიგიჟეს. საქართველოს იმ სიგიჟის ანარაკლია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ არაფერი ჩამოყალიბებული არ არის. დღეს რასაც ამბობს ვინმე ლიდერი, ხვალ შეიძლება აბსოლუტურად პირიქით თქვას. გამოირჩევა რამდენიმე ლიდერი, რომელიც მიყვება თავის გზას, რა თქმა უნდა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი. ისეთი კაცი აუღელებელისი, მხოლოდ და მხოლოდ აი რომ არ მოგწოდეს რატომღაც ჩინეთის პოლიტიკა ეს კაცი იწევს დიდ პატივისცემას თავისი სიდინჯით, სიმშვიდით და რაღაცა სიბრძნით, ხო? გწევით. ხო, ნუ ესე იგი სრული ქაოსია, ეს პოსტ სიმართლის ეპოქა ქვია თუ პოსტ რაღაცა გაუგებარია. ყველანაირად აუხსნელია, იქიდან გაუდინარე რომ მემარჯვენე გახდა, სრული სიგიჟია და ჩვენ ხედავთ ეხლა რაც ხდება ამ გლობალურ პოლიტიკაში, მაგალითად თქვათ უკრაინასთან მიმართებაში, ხო, რომ ტრამპი, რომლისთვისაც ამერიკისთვის სტრატეგიული პარტნიორები ევროპა, ხომ არაფრად არ ჩააგდო, ხო? რამდენიმე თვე გავიდა, არც კი შეხვდა ევროპელ ლიდერებს. პირველი ვიზიტები ოფიციალური განახორციელა სამ არაბულ ქვეყანაში, საიდანაც 3.2 ტრილიონი წამოიღო, 3 ტრილიონ 200 მილიარდი წამოიღო. მეტი რა ქნა? სამი ქვეყნიდან. ანუ ამერიკის ინტერესები უწინარესად და ბუნებრივია ახლა იქ არაბულ სახელმწიფოებსაც თავისი დათქმები აქვს და ამიტომაც ერთ-ერთი დათქმა იყო რომ ალ-შარაას შეხვდი და სირიას მოუხსენი სანქციები, ხო? ასე ვთქვათ, ამფულად გაყიდა, პრობლემა არ არის. ტრამპი ებრძვის deep states და ამ დროს deep states უარყოფენ და ვითომ ასე ვთქვათ აუბრალოებენ ნაც ასე ვთქვათ ლიდერები ჭიაღუები, რა ვთქვათ ასე, რა პოლიტიკაში ჭიაღუები და რამდენიმე დღის წინ ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა, რომელიც ქალბატონ ბოჭორიშვილს შეხვდა, ხო, რამდენიმე დღის წინ ტულსი გაბარდმა მისი უწყებიდან გაყარა რამდენიმე მაღალჩინოსანი და ასე თქვა, ისინი deep states ემსახურებოდნენ. შეკითხვა იბადება, ანუ ნაც ასე თქვა, არარაობები, რომელსაც რაღაცა იმპოზანტურად თავი მიაჩნიათ, ტულსი გაბარძე მეტი ინფორმაცია აქვს, რომ აბა სად არის მისამართი გითხარით ამ deep state-ის და ის ობის პარტიის ვის ეტოლებიან, ვის ეჯიბრებიან, მაგრამ რა არის იცი შალა, ამათი კურატორები აი ამ ნაცსექტის არ შეცვლილა, არ გაწმენდილა ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოდი დავთქვათ, გადაიბარა რაღაცეები, თუ მაგალითად სიტყვაზე და ამას ამერიკელები ამბობენ, აქტორები სერიოზული, თუ მანამდე რუმინეთის საკითხებს კურირებდა ბლინკენი, ეხლა ეს გადააბარეს მაკრონს, ხო? მაკრონი, რომელიც თურმე გაბუტულია და არ აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას და დღეს კობახიძე კი არ მივიდა მასთან თავისთვის იჯდა ასე თქვა ემზადებოდა და მეგობრულად ასე თქვა შეძახა და ისა და რა თქმა უნდა ეხლა აი ამ ნაც დებილები რა ნაც ლიპტარდები ხშირად ლიბერდებილები ყველაფერი ერთად ხო კობახიძე იქ არ დაპატიჟეს ძალით ჩავიდო კი ალბანეთის ხელისუფლებამ დაპატიჟა და არა ევროპულმა ხელისუფლებამ არავით არ დაელაპარაკა რამდენიმე წამზომი ჩაურთეს რომ ესა და კიდევ უფრო სიგიჟეებიც ვნახე მაკრონმა იცით რა უთხრა სალომე უნდა აღიარო ლეგიტიმურ პრეზიდენტად. აი ამ სიგიჟეებში არიან. სოცქსელში წერენ, მაგრამ არ მინდა რომ ასე თქვა სახალხოს შევარჩინო. ლექტორები არიან, დოქტორები არიან. ვადასტურებ, მე კარგად გავარჩი, ეხლა კომპიუტერულ გრაფიკას მოვიხმო და იმ კაც ამუწევ. მაკრონს ეკედა პატარა ხოცი ხომ სურათი იმის. სალომეს.
გარდაცვლილებზე ხო რაც არის იყო პოპულარული ერთგვარი ეხა ხო არის ანაშვიდებზე და იმაზე იყვნენ კაცო გასვენებელი კი სურათი ხო ეკი და ოვალური სურათი ეკი იცით რომელი სურათი აი შავები რო აცვია დედოფლის გარდაცვალებაზე ხო შლაპით ალბათ ბატონებო იქიდან აი უდიპლომო სასიდოსში რო არის რომ მიდის ჩემო ბატონო ნინოას გმირი რომ მიდის და დუხაოვი ორკესტრი რომ იყვება უკან და მე იმას რა ქვია კვანტალიანს რო დააბნევს სურათს ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა მითხარით აბა რა ხდება რატო არის სიგიჟე მე ცოტა რაღაცა წამიკითხავს ისტორიიდან და უბრალოდ ისტორიის ფაკულტეტი დამთავრებია უნივერსიტეტის და ასეთი მიასათ არცა და უბრალოდ წაკითხვა კი რა როგორ გითხრათ ეს წარმოუდგენელი რაიმეები ხდება ასეთი რამ არც პირველი მსოფლიო ომის დროს ყოფილა არც მეორე მსოფლიო ომის დროს არც პუნიკური ომების დროს არც არასდროს ყოფილა ეს არის რაღაცა საშინელება თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა ვისაც რა ძალიან არ ესიამოვნება ეხლა იმ ნაც ლიბერდებილებს მაგრამ დღევანდელ დღეს ორადორი პოლიტიკოსი ყავს სოფლიოს მოდი ვთქვათ შედეგებიდან გამომდინარე სიძინპინი და პუტინი ძმაო რა ესენი არიან ფაქტობრივად რომელთაც მიყავთ სოფლიო შემთხვევით არ იყო რომ ჩავიდა ის ორი მოსკოვში 4 დღით რო ჩავიდა 9 მაისის წინადღეებში რო ჩავიდა და ესენი სანამ უნდა ვთქვა პირდაპირ სანამ საჯდომების სტრატეგიას მიძებდა მთელი და მესაჯდომეების ერთ-ერთ ადგილებს იცავდა მთელი დასავლეთი სინძინპინმა მოქსოვა ისეთი აბლაბუდა რომელშიც გაახვია დანარჩენი მსოფლიო მთლიანად და ეხლა ჩადის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დადის ესე იქეთ-აქეთ და ცდილობს ამ აბლაბუდისაგან დაიცავს თავი იმიტომ რომ ტრილიონობით 33 ტრილიონი თუ რაღაცა ვალი აქვს ხო ის ვალი კი ვალი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ჩინეთისაგან ეს წარმოუდგენელი რაიმეები ხდება და არა შიდავალი დიდია გზა და რა მინდა და დისბალანსია ჩემო ძვირფასო მეგობრებო მინდა გითხრათ და მაყურებელს მინდა უთხრა რომ ეხლა რო ზოგიერთები ლაპარაკობენ იმის ცხოვრების მძიმე პირობები ასე ისე მე მესმის ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენ ვართ ეხლა ომში ვართ ძმაო ომია გამოცხადებული ომია ფაქტობრივად განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე არის ომი საქართველოს წინააღმდეგ ის მართალია ბომბები არ ცვიო მაგრამ ნახეთ რა სიტუაციაში ყავთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები შიგა მეხუთე კოლონას და გარედან იმ ძალებს რომლებიც მიძინებული აგენტურა რომელიც იღვიძებს ხოლმე სხვადასხვა დიპლომატები სხვადასხვა მაშინ აკეთებენ აი ესენი მიძინებულნი არიან პერიოდულად ამოყრიან ხოლმე რაღაცა ექსპერტული რაღაცით და ნუ აი აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო აი კაც ვიცნობდი ნუ ეხა პოლიტიკური გემოვნება გასაგებია პოლოლიკაშვილს ლაპარაკო როგორც გამოცდილ დიპლომატს და რა დაწერა ხო აი ხაბეიშვილის დონეზე დაეცა რა ტალახში რა ვირთხები კოკასა შიგა რაცა დგას იგივე გადმოდინდების ვიზეთს იძახის საკუთარ თავზე თქواس გინდა წინოს გინდა რა ცივი წყალი ბევრი მოდის იმ ოფისში სადაც ეგ მუშაობს წლის ბოლომდე ბატონო გია ეს შედეგი არის იმისა რომ აქ 33 წლის განმავლობაში ყავთ ასეთი ძალები გამოზრდილი ის 6 მილიარდი რო გვამადლიდა ის კაცი თუ ხალი ის კაილი დედნანი და სულ იმას ლაპარაკობდა გამახსენდა ჩემო ბატონო ისა სულხან საბას არაკი რომ არის ორმოში ჩავარდნილი კაცი მაგრამ ის ორმოში ჩავარდნილი კაცი ჯობდა იმ სიტუაციას რასაც ეს კაილი დედნანი ჩვენ წინამდე გაკეთებს იმიტომ რომ მაგათ არაფერი ჩვენთვის არ გაუკეთებიათ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის გააკეთეს რომ გამოზარდეს ისეთი ხალხი ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო ვინ გამოზარდეს გეტყვით ახლა თქვენ წარმოგვიდგენიათ ძალიან გაბრაზებული ვარ და ეს უნდა ვთქვა არსენალის და PSG-ს თამაშის დროს ხალხის გარკვეული რაოდენობა საქართველოში გულშემატკივრობდა არსენალს ხალხო წარმოგიდგენიათ მაშინ როდესაც საქართველოს იქნებ გვეღირსოს მეორეჯერ კახა კალაძის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ქართველი კაცი წარმოგიდგენიათ ეს რა იყო და ერთი რამ უნდა ვთქვა კიდე რომელიც დღევანდელ დღეს იყო ეხლა ნახეთ სტადიონთან ახლოს ცხოვრობ. ბიჭო მე მესმის ახლა ბარსელონას გულშემატკივრობა მაგრამ ბიჭო ქართული ფორმა ჩაგეცვათ ბავშვისათვის თქვენ კაი ხალხო რა უბედურება ეს ქართული ფორმა და უნდა გულშემატკივრობა შენსაც თორე თქვა წარმოგიდგენიათ ხალხო რა ხდება ესაა სწორედ იმ deep state-ის დამსახურება რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენთან ხდება
უცხოელი არის გაფეთიშებული კი გაგახსენდება კოსმოსი ტელმანის ქუჩაზე ხარ ცხოვრობთ არა ცოტა ქუჩა გახსოვს ტელმანის ქუჩა კარგი იყო არა ჩემი ბავშვობიდან მესმის კარგია ეხლა რა ქვია მაგ ქუჩას ტელმანის საბაძის ქუჩა ტელმანი გასაგებია მე არ იცოდა საბაძე ვიცი ეს რელიგიური გადახვევა ეხლა მე რატო მინდა ეხლა ჩვენ სამხედრო ექსპერტად თუცა რაღაც ექსპერტიც ვაჯრეხ რა მშვიდობა მიძახიან ყველა და ცეცხლის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის ასე ვთქვათ პირობა 1000-ზე უკვე იცვლებოდა ეს ძალიან დიდი შედეგია ეს არის სტამბოლის შედეგი რომ 1000 კაცი 1000-ზე იცვლება ტყვეების გავსეთ აი ეს ცეცხლის შეწყვეტა არის როგორც პუტინმა თქვა ჩემი აზრით წარმოუდგენელი ჯერ ესეთი ვინ უნდა დაიცვას ვინ უნდა გააკონტროლოს ვინ უნდა დაიცვას მე ჩვენ ვიცით რომ რუსეთის არმია ეხლა არის თავდასხმის რეჟიმში, შეტევის რეჟიმში, სტრატეგიული შეტევა აქვს ყველა ფრონტზე აბსოლუტურად და ნაბიჯ მიიწევენ წინ. ეს ცეცხლის შეწყვეტა ხო გამოიწვევს რომ რეკოგნოსცირება ავიდან მოხდება, გადაჯგუფება უკრაინული ჯარის, ტყვია წამლის და აღჭურვილობის უსაფრთხო გადატანა, მომზადება რაღაც გარკვეული თავდაცვითი ნაგებობების შენება და არ გამოვა მე ჩემი მოკლე ჭკუით ვამბობ რომ ეგრე მარტივად არ გამოვა ცეცხლის შეწყვეტა თავისთავად ხადია რომ ძალიან კარგი რამ არის თუნდაც ორივე მხარესთვის იმიტომ რომ პირველ რიგში ხდება ამოსუნთქვა სამოქალაქო ინტრო თქვა და მეორე ხა სამხედრო ინტრო თქვა ყველაზე მთავარი ამ დროს ხდება ძალების გადაადგილება, გადაჯგუფება, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის კიდევ უფრო გაძლიერება, შეერაღების კიდევ უფრო გაძლიერება და მთავარია რომ გეგმების ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ გადახედვა ხდება იქიდან გამომდინარე რომ ცეცხლის შეწყვეტა არის დროებითი მომენტი, როგორც წესი. და ცეცხლის შეწყვეტის დროს მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში რომ თუ ვინმე არ არის სერიოზული გარანტორი და გარანტორი ხა სიტყვაზე და ფურცელზე გარანტია ცეცხლის შეწყვეტას ვერასოდეს ვერ უნაყოფს. აქ უნდა იყოს მაშინ უნდა ჩადგეს სადღაც ზონაში დაშორიშორების შუაში რაღაცა კონტინგენტი ხო კონტინგენტი უნდა ჩადგეს აუცილებლად ხო ვერ ჩადგება ეს გამორიცხული ჯერხელა ფრონტია ჯერ ერთი არმია უნდა ჩადგეს ჯერ ერთი ეს ფრონტის ხაზ ტექნიკურად ვიძახით ტექნიკურად ვერ ჩადგეს მაგრამ მეორე ნახოთ პოლიტიკურად რამდენად შესაძლებელია ვინ უნდა ჩადგეს ხო გაერო გამორიცხულია ხო გაეროს ეგიდით არა გაერო არ არის გამორიცხული თუ მიანიჭებს ვიღაცას მანდატს მაგრამ რუსეთის თანახმა უნდა იყოს ვის მიანიჭებს ხო და ორივე მხარე უნდა იყოს თანახმა ვისაც მიანიჭებს მაგალითად უნდა იყოს ზელანდია ოიაზრო ორივე ქვეყანამ რომ აი ზელანდიელები არის კარგი ვარიანტი ხო რუსეთს უნდა დათანხმდეს ამაზე და უკრაინაც უნდა დათანხმდეს მაგრამ რუსეთი და უკრაინა ხო არ არის მარტო ამონში ჩაბმული ამერიკაც უნდა დათანხმდეს ამას და ევროპაც უნდა დათანხმდეს ის ევროპა რომელსაც ჩინეთის და ის ევროპა თურქეთიც მათ შორის იმასაც თავს ინტერესები ის ევროპა რომელიც ყველაზე უფრო ეწინააღმდება ომის გაჩერებას და შეწყვეტას ისიც უნდა დათანხმდეს ეხლა ეს ცეცხლის შეწყვეტას კიდე ერთი მინუსი რა არის რომ ნებისმიერ დროს შეიძლება განახდეს საომარი მოქმედება ერთი დავარქვათ ნებად პროვოკაციული გასროლა ნებად ნებისმიერი მხრიდან რუსეთის მხრიდან იქნება უკრაინელების მხრიდან იქნება ვიღაცამ გაისროლა ამას აყვას შემდეგი ვიღაცა ან ერთი მხარიდან მოგწა ჯარისკაცი ან მეორე მხრიდან და ეს ყოველთვის არის საფუძველი იმისა რომ საომარი მოქმედებები განახდეს მე არ წავალ შორს ისტორიაში აგერ გავიხსენოთ ყარაბაღის მოვლენები რამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა ხოლმე ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტა და ერთი პატარა გასროლა იყო საკმარის იმისათვის რომ მოქმედებები გაგრძელებულიყო და უკვე აქტიურ ფაზაში გადასულიყო მე ამ სურათს ხედავ სამწუხაროდ რომ ცეცხლის შეწყვეტის შედეგად ცოტა ხანი რამდენი ხანი გასწრას ეს კიდე კაც მარიცის აუცილებლად განახლება მით უმეტეს როცა მე ვახსენე რომ იმ პერიოდში ძალებს აქვს შესაძლებლობა ორივე მხრიდან ვიძახთ თავისთავად ხადია ჯერ ერთი უკრაინაზე არც ერთი ის არ გამიგია მე მათ შორის ამერიკელების მხრიდანაც რომ ვინმე უწყვიტავს ან შეერაღების მიწოდებას ან დაფინანსებას და ასე ეხა შეტევაში რო არის რუსეთის არმია ეს ამაზე აუცილებლად რატო მოისურვებს ანუ ამაზე აუცილებლად ხო ნაგებობები არ აქვს დაშენებული კარგად ეს ერთი რომ შეერაღებას არავინ არ უწყვიტავს და მეორე ყველაზე მთავარი ისა რომ ამაში ხო ინტერესის ჩადებული ხო დიდი პოლიტიკური ძალები არის ჩართული იმაში რომ უკრაინაში ომი არ დამთავრდეს. Რაღაც შორს ავდეთ ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი პირდაპირ თქვა რომ მე არ მაწყობს იქ ომის დასრულება ვინაიდან სიმძიმის გადმოვა სიმძიმისათვის ჩემზე.
აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ არავის ამ ომის დასრულება ესადულად არ აწყობს. და ეხლა ყველაზე მთავარი, რასაც თქვენ ძახოდით, რომ რუსეთი ამ დროს შეწყვეტის პერიოდში არის უპირატეს მდგომარეობაში. შეტევაზეა გადასული და შეტევა რას ნიშნავს და უპირატეს მდგომარეობა, რომ მას მეტი შანსი აქვს, რომ უფრო მეტი მიწა აითვისოს ბრძოლის შედეგად, რაც აძლევს მას საშუალებას შემდგომი მოლაპარაკება თუ გაიმართება კიდევ უფრო კარგი მაპატიეთ გამოცვლად კოზირები ეჭიროს ხელში იმ თამაშის გასამართლად, რაც მას სჭირდება. ეს არის ხა სურათი, როგორც ჩვენ გაგვაჩნია და ამას უყურებთ ყველა კი ბატონო, ტყვეების გასვლა ძალიან დიდი საქმე არის, ელემენტარულად ოჯახებს უბრუნდება ის ადამიანები და მეორე, კიდევ ერთი რამ არ დაგვაუჩნდეს ჩვენ თავის უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რა კარგია ეს ომი, რომ შეერაგების გამოსვლა ხდება სამხედრო მრეწველობა. კარგი რაღაცები ხდება. ყველა ომში ხდება არა მარტო შეერაგების და ტექნიკის გამოსვლა, არამედ ხდება ადაპტირება და გადახვედა ტაქტიკების, სტრატეგიების, როგორ ჯობია რა რატო ჩაერთო ასე ეს არის ეხა ხო? მე რატო ჩაერთო? მას იმიტომ რომ აინტერესებდა. აინტერესებს კიდეც, მთელი ცხოვრება წარმოიდგინე შვილეთ კორის აზრი. არის ემზადებიან, მარშირებენ, ისვრიან, ვარჯიშობენ და რთულია რომ ჯარისკაცებს რომ ხო არსად ამის საშუალება არ ქონდათ, ერთად შეიძლება სამხრეთ კორეასთან წამოეწყოთ რაღაცა. არ გამოვიდოდა. არ მოშთა სხვა გადასარევი ვარიანტი, წყალებში ვიძახ, გადასარევი არ ქვია, მაგრამ ბევრი დაიღუპა ძალიან. დაიღუპა, მაგრამ ბევრი რამეც ისწავლეს. კი ბატონო. ეხლა არ არის ესეთი ცუდი მათთვის გამოსვლების მისაღებად, იგივე უკრაინელებთან ბრძოლა, იგივე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან. დასავლელ ინსტრუქტორების მომზადებულ ტაქტიკასთან შებრძოლება, რა ჯობია, როგორ ჯობია, 1000 რაღაცის გაანალიზება ხდება. მე ხა პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მომდესო თქვა სამხედრო ხელოვნებისთვის თუნდაც დავალებოთ თავი ხა პოლიტიკურ რაღაცებს ხო წამით ეს ომი არის კიდევ ერთხელ შესასწავლი თავის დროზე ხა მე პირადად მქონდა ამის საშუალება როცა შეერთებული შტატებში ვსწავლობდი ერთ-ერთ სამხედრო სასწავლებელში ჩვენ მაგალითად გვასწავლდნენ ჩეჩნეთის ომის შედეგებს. იქ პოლიტიკური ასპექტებიც იყო გათვალისწინებული სამხედრო ომია ეხლა. კი ბატონო, მაგრამ ამას გვასწავლდნენ, ამერიკელები გვასწავლდნენ, რომ გააზრებული იყო ანალიზს აკეთებდნენ. არა მარტო ჩეჩნეთზე იყო ლაპარაკი, ხა მაგალითად გვასწავლდნენ სამხედრო ისტორიას, აგერ ბატონი ედიშერი და მე ნაწილობრივ კოლეგები ვარ, მეც ისტორიული მაქვს თავის დროზე დამთავრებული, მაგრამ მე რო ისტორიას მასწავლიდან მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის სხვა იყო და იქ სამხედრო სასწავლებელში ჩვენ გვასწავლდნენ სამხედრო ისტორიას და მაგალითისთვის მე გეტყვით რომ ნაპოლეონ ბონაპარტეს გვიხსნიდნენ სამხედრო კუთხით მხოლოდ არა როგორც მოვლენას თქვათ რომ ეს იყო ადამიანი რომელსაც ესეთი წარმატებას მიაღწია მაგრამ სამხედრო კუთხით რატო მოუგვამდნენ რატო მოუგვამდნენ ჩამოყალიბა რანაერად ეს ამის ყველაფრის ანალიზი კეთდებოდა ეხლა დიდ ქვეყნებს აქვს ამის საშუალება მთელი რიგი სამხედრო სამეცნიერო ინსტიტუტები მუშაობენ ამაზე და ძალიან კარგი არის ერთხრივ მაგრამ მეორე მხრივ ეს ყველაფერი არის გაანალიზების ერთ-ერთი კარგი საშუალება შემდგომში ისევ და ისევ სამხედროებისთვის. მაპატიეთ ახლა გამოთქვისაც, მაგრამ სამხედრო ნაწილი მოდით სახელმწიფო შეგვიძლია დავარქვათ იმ გაგებით რომ მათ სხვა ამოცანები გააჩნიათ მithmetes რომ პოლიტიკაში არენებიან და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ აქედან გამომდინარე ხომ ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესი არის თუნდაც სამხედრო კუთხით. რა მოხდება და როგორ მოხდება მithmetes ხედავენ რომ ეს არის ის ომი რომელიც შეიძლება დიდი ხანი კიდევ არ დასრულდეს. შეურაღებელი თვალით ჩანს რომ ორი ყველაზე ძლიერი არმია ჩამოყალიბდა რომელთაც ერთი აგებს მეორესთან ეს არის რუსული და უკრაინული არმია ეს არის ორი უდიდესი ძალის და გამოცდილების მქონე ჯარი მსოფლიოში და ერთხელ არისტოვიჩმა იხუმრა მაგრამ აუბედით იხუმრობა რომ არ ფიქრობენ რომ შეიძლება გავერთიანდნენ და პორტუგალიამდე ჩავიდეთ სამსები შესაძლებელია ეს რაღაც გაკეთება. კი ბატონო, ეხლა ვიდეო აქაურ უბედურებზე და აქაურ მაიმუნებზე. ხო, ნუ პირველი სიგიჟე იყო პარლამენტში არ შესვლა და ვიღაცა დემონია თუ ვინ არის ვინც ეს უჩურჩულა საჩვენო გადაწყვეტილება რომ არ შეხვიდნენ პარლამენტში, ეს არის ძალიან მაგარი, იქიდან უთხრეს, რა თქმა უნდა. ვინ არის კაცი რომ მედალი უნდა დავაჯილდოთ რაღაც მედალი არაჩვეულებრივი ვინ არის კაცი მოუძებნოთ ვინც ურჩია რომ არ შეხვიდეთ და ქუჩაში დადეკით ეს ხო იბღავლეთო მე თო აი ვიღაცა ხო არის ან ჩვენიანია ჩვენ ქართული სპიონაჟის ალბათ რა ვიცი უდიდესი მოვლენა ან მართლაც იქ რო იდიოტები არიან ხო ნუ კი ბატონო ეგ არის რა ამაზე მეტად იდიოტები არიან ამათ არ უნდათ მე დარწმუნებული ვარ არც ხაზარაძეს არავის არ უნდოდა რომ
ეს მომხდარი. ბოლომდე ამბობდნენ დეპუტატები ვართო ბოლომდე. ანა გულიძე ხო, მიიწერა ხო მიიწერა კიდეც დეპუტატი ვარ შალვა ყველაზე მეტ საინტერესო რა იყო იცი აი მე ყველაზე მეტად მომწონს ყოველგვარი პათეტიკურობის გარეშე რაც გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ როდესაც მოუწოდა და უთხრა რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და დასაშვებად მიმაჩნია არჩევნებში მონაწილეობა. მანამდე არ გადაუქმებდო. ეს გენიალურია. რატო იცი? თუ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, მაშინ ნახე რა ხდება. ესე იგი არა ლეგიტიმური დანიშნულში. არა ლეგიტიმური დანიშნულში როგორ იღებ შენ მონაწილეობას. როცა 6 თვე გავიდა ხო თუ მეტია გასული, 6 თვის განმავლობაში ყვირი ხარ არა ლეგიტიმურია. ეხლა თუ მიიღე მონაწილეობა, მაშინ ლეგიტიმური ყოფილა. სასამართლოებში კარგად დარბიან. ის ხო რუსული და რუსიძის სასამართლო კარგად დარბიან და გირავებსაც 4 მაკაცი გაიგე ხო? მიიღებს მონაწილეობას აღიარებს. მიიღებს მონაწილეობას და წაგებული აქვს ნაღდა. რა თქმა უნდა. თქმა არ უნდა ამას. არა ბატონო ედიშერ. სატელეფონო არჩევნები იმართება. აი კონგენიალური იდიოტობა. მაგას ჯობს მე ურჩევდი ბატონო გიარას იცი იუმორში უნდა გავატაროთ. აი როიძახიან გადაძახილი ქსენია ქვილი მოიტანე და ასეთ რაღაცები რა. და გურულ რაღაცებს ნუ ავრცელებ. ეგ მარტო ჩვენთან არის სახლები რო შორს არის ერთმანეთსგან გურიაში და იმაში. აი ამას თუ გააკეთებენ ეს სულ უკეთესი იქნება და ახალი მიღწევა იქნება. სოფელი შანიძეების სოფელია კი ბატონო და არაჩვეულებრივი სოფელი არაჩვეულებრივი და არის სამხრეთის რაიონია მაგრამ იქვე არის ჩოხატაურის რაიონი საზღვარია რა და ძალიან ლამაზია და ასე და დავწმე ხარ რამდენი წლის 6 წლის თბილისელი ბიჭი ჩავედი და მასპინძელი ნადიე დაიძახა ანუ გარშემო არის ტყე ჯუნგლები და აი გურული ტყე რა მართლა უსიერი და სახლი არ ჩანს სხვა და ყოველ დილით იყო ესეთი გადაძახილი ანუ ყოველ დილით გვაღვიძებდა და ძალიან მახსოვს კიდე და ტურების კივილიც მახსოვს კიდე ხო და ბურჭულაძე გაივლის იმ გზაზე ჩემო ბატონო და იქიდან ნადია და ქსენია გადმოუძახებს და ეს აღნიშნავს არ მივეცე ხმა მე მგონი აი მოდით ახლა მოდელირება რო გავაკეთოთ მე შენთან აი 4 კაცი შევიკრიბეთ რა და რაღაცა გვინდა დამხობა ხელისუფლების თუ სწვადის შეცვლა ორივე საქმეა და ერთი ამბობს აი მე ეთერში ვერ ვიტყვი სიტყვას მაგრამ აი ერთ ფალოსობას ამბობს ერთი ჩვენთაგანი ჩვენი სახელით რომ ტელეფონით გავაკეთოთო ვიღაცები არ არის ხო ეტყვიან ვიღაცა 4 დაჭერო შენ სულელი ხო არა ჩერდი აღარ გაიმეორო მეორე ეს ამბავიო მე დანარჩენს უნდა მოეწოდათ ყველას ვიძახის რატო ისეთი არ ამბობ ხო და საქმე რაშია აი რატო იძახია რომ არ მოგწონებია კაცო რა სულელი ესე იგი მართლა მოეწოდათ იმაცა ზიდიაში შეუძლებელია ეგ არა აი ყველაფერს თავი დავანებოთ ეხა იქ სმარტფონით იქნება აპლიკაციით იქნება ჭვათ ჩაატარეს ხო როგორ მიიღებს მონაწილეობა ვინც არის ვერ მიიღებენ თქვათ ჩაატარეს არა კროპები ტელეფონი თქვათ რაღაცა ფსევდო ცესკომ რაღაცა ეს ქუჩის აქტივისტები დაკომპლექტებულმა დაითვალა და ხელოვნური ინტელექტი დაითვალა არის მოწმობები მისცეს შალვა რა ხდება მე მეგობრები მოწმობები მისცეს რაღაცა დეპუტატის და მიდიან პარლამენტში და დაცვა და რა ხდება მე ჩვენ ადგილები უნდა დავიკავოთ თუ აი როგორც კი გაიგებს ამ ხელა სიბრიყვეში არის დეპუტაცია და მთავრობა როგორც კი გაიგებს თვითონ გადადგებიან გარბიან ინკასაციის მანქანებით ქონებას გაიტანენ და გატანილია ხო კი ალბათ გააკვირვებდა პოლიკარპე აი ასეთი იდიოტი ოპოზიცია რომელ ქვეყანა არ შეიძლება პოლიკარპე კაგაბაძეც გაოცებული დარჩებოდა ყვარყვარეს ავტორი მაგრამ ვერ აღწერდა ამ სიტუაციას ეს ყოვლა წარმოუდგენელია და კლაშვილიც ყველა მეორე ვარიანტია მაგ მადონდიში დაწერდა ყვარყვარები მეორე ტომი შეიძლება მაგრამ ამას ყველას გადაუჯოქრეს კვადრატადრედასაც გადაუჯოქრეს ყველას რა იმიტომ კიდე ერთხელ ვამბობ აი ეს იდიოტი ეს ბავშვებს უპოვარ ბავშვებს ბინარო წაართვა და მათი ქველმოქმედებით ნაშოვნი მათთვის ფული რომ მოიპარა იმ ქორწილებში და რაღაცეებში ხო მოპარ თაღლითი ეს ტიპი გამოდის და იძახის მაგას ხო იცი სულ იხსენებ ამას ფარული ჩანაწერია გვარამია ურეკავს ამერიკაში
თქვენთან Facebook-ში ესეთ რაღაცა დაიწერაო და იმას გონია რომ იმ ლეპტოპში თბილისში რომ რაღაცა შევიდა Facebook-ში, მარტო იქ არის Facebook. მეო არა ვარო, საქართველოსიო და რომ ჩამოვალ ნახავ რა წერიაო. ხო, დები შენ. აი ესეთი იდიოტი აკეთებს smartphone-ებით არა იდიოტობა თქვა ესტონეთში არისო ვიღაცა უთხრა ესტონეთში i-voting-ing არის იქ სპეციალ ბარათებს აძლევენ ელექტრონული არის ინტერნეტ არჩევნებია და არა სატელეფონო არჩევნები ამასაც ოღონდ გარტყმაში არ არის ეხლა მე და შენ რომ ბალეტი გავარჩიოთ ეხლა და ხო უფრო კარგად გავარჩიოთ სწორად ჩვენ გვექნება იმის ჭკუა რომ ფლატ ბალეტზეც არ ლაპარაკობ და რა კარგი ჭაღია და ეგეთი რაღაცა რა არავინ მუსიკა თქვენმა მუთხრას რომ გაჩუმდი ამ ულიმიტო სისულელეს ნოატირაჟირებ რატო იწვევენ ნაც ტელევიზიები ეთერში 61 კაცი და ლაპარაკობს შეუჩერებლად ამ დებილობას და სიბრიკოს 61 გუბაზე კიდე 61 კაცი ყავთ კაცო პარლამენტში ხო 61 პარლამენტი არა 0 კაცი ყავთ 61 კაცი ყავდათ ვერ გამოიყენებს პარლამენტში ეს ხო სიგიჟი აბსოლუტურად ვიღაცა მითხრა ბატონები ვიღაცა შეხედეთ რომ მიდი და შეხედეთ აქედან მივაწვებითო რა იმას ეგონა რომ როგორც კი რაღაცა საქციას ჯო უილსონი იტყოდა ხო ან ნებისმიერ დაიშლებოდა ყველაფერი ახლა ყველაფერი ხელს ჩამოუშვებდით და ჩვეულებრივი შანტაჟი აი დაბალი დონის რა დაბიო ხო დაბიო ხალხი გარჩევინი პირველი რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება, ეს უცხოელება დაამტკიცეს, რომ ლეგიტიმურია. რამდენჯერ? აი, ალბანეთამდეც ბევრჯერ. იმიტომ რომ აი გავუშვით, ვირუსონის არ მიმტკიცეს მაგას. ვინ? ვირუსონის მიმტკიცეს მაგას, იმიტომ რომ მიმოწერა ხელისუფლებასთან მიდის, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არის მიმოწერა განცხადებები, არალეგიტიმური, ვის მოუწოდებენ? თუ არალეგიტიმური ვარ, ახლა შენი განცხადება ვინ დატოვებს მაგხელა აინტერესებს, ხო? ვის მოუწოდებენ? ხელისუფლებას მოუწოდებენ რიგარეში არჩევნები ჩაატაროს. ანუ, ესე ხელისუფლება ყოფილა. არა, რიგარეში არჩევნები უკვე აღარ გამოიძიოს რიგარეში ნელ-ნელა მორჩა უკვე დიდი ხანი მეგობრებო ჩემი აზრით კიდევ რაშია იცით დამნაშო აი ესეთ სქემას აღწევ და მე მგონი დამეთანხმები ეს იქნება ყველასთან ერთის ჩერგოსის რო გავწევდა შესანიშნავი ვიდეო რომ ხალხი მოიმალება აი ეს არის სახე ოპოზიციის იმასთან ერთად არ უნდა დამდგარი კაკო გოგოხიძე ხო იმასთან არ უნდა მაგრამ მაგალითად აი ბოლოს რო გამოიჭიტება ხო აი ეს არის ის კაცი რო ლაპარაკობდა არც აქანე არც იქინეო ესეთი სიტუაცია ხო მეგობრებო აი მე გეტყვი კარგად ამყოფოს წლების განმავლობაში და შენ კარგად იცი ეს ჩამოყალიბდა კორუფციული სისტემა NGO სისტემა რომელიც ემსახურებოდა უფროსის ანუ ევროდებილების იქაური ევროდებილების ევროიდიოტების ლიბერდებილების ინტერესებს ანუ ესენი ხო არ იტყოდნენ რომ ფულს მუქთაზე ხარჯავს ევროპა ამობდნენ რომ ჩვენ ისე შევცვალეთ განწყობა რომ ევროპელი ლიდერების ერთი სიტყვაც კი საკმარისია ხელისუფლების წინააღმდეგ რომ ის აირიოს. კი, ჩამოიშვა. აგერზმაო და კონდათ უყურეთ კონსტიტუციაში ჩაწერეს. რაღაცა ჩაატარეს, რა ქვია, რეფერენდუმი, მე კონსტიტუციაში ჩაწერეს. მე ჩვენების ხელს უწყობდნენ, როცა იყო დრო და მომენტი, როდესაც ვიცით ეს ცნობილი დომენზე არის ბატონო და იყო ეგ, როცა ჩვენს რიგებში აგერ გახარგია ჩეხარჯები ბატონი ვიღაცები იყო ჩვენ მაგრამ ბოლოდლად მოვიდა ფილიპე მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ფული იყო გადაყარილი და ეხლა იძულებულები არიან თუ ინფორმაცია ისე მიაწოდონ და ისინი იძულებულები არიან რომ რაღაცნაირად თამაში არ შეცვალონ და ვიღებთ იმას რომ მაქსობრივად კორუმპირებული როგორც NGO სექტორი ისე მათთვის ფულის მიცემი ატკატები იქნებოდა ამაში დარწმუნებული ვარ არიან ჩიხში ახლა რა არიან ჩიხში თავიანთი ილუზია მართლა ქონდათ ილუზია რომ როგორც კი არ შევიდოდა ოპოზიცია პარლამენტში 71 კაცი ბევრიაო თან ეგრევე ჩამოიშლებოდა ხელისუფლება გაიქცეოდნენ და ასე შემდეგ მაგრამ აი ეს კორუფცია ახსენე და ამათი ყველასი აი ამ ნაცკონგლომერატის მარგი ქმედების კოეფიციენტი რა არის ნულოვანი იმ NDI-ის და IRI-ის კვლევებშიც კი NGO სექტორი არის დობის ხარისხში ყველაზე დაბალ საფეხურზე, ხო? ნუ აღარ გულისხმობ აი ამ გაშლეგებულ, გავეშებულ ნაცპოლიტიკოსებს. მაგრამ აი ხლა
თვითონაც ვერ ხვდებიან ჩიხიდან როგორ გამოვიდნენ, ხო? და კიდევ ერთი კონგენიალური ასევე ბრიყვობა ლელოდან მოდის იქ უდონო ტვინები რო არიან რომ ჩავატაროთ პლებისციტიო თუ ეს რეფერენდუმი ვადამდელ არჩევნებზე. და ვინ უნდა ჩაატაროს? რუსულმა ცესკომ, ეგრეთ წოდებულმა რუსულმა. აი ახაც საკუთარი ისე რაღაც კოგნიტური დისონანსი აქვს. არა, ტელეფონით უნდა ჩაატარონ, არ ვერ. ტელეფონით თუ პეიჯერი, და მაგარი პეიჯერი. დროშებიანი პეიჯერები, კი. მე ნახე ადამიანი 21 საუკუნის პირველი მეოთხედის მიწრულს, როგორც იქნება ნახე ადამიანი, თუმცა ჯერ კიდევ აქვს პეიჯერი. პეიჯერი, ხო, ნუ და მაგის კაბინეტი და ვილსონის კაბინეტი ხო ცალკე არის რა ეხლა მეწაღეებმა არ მიწყიდოთ მაგრამ ნუ აი ნებისმიერ ესე რა ქვია საპოჟნიკს შეშურდებოდა მისი კაბინეტის ინტერიერი ხო სურათები იყო და გოიკო მიტიჩის და მაგარი სურათები იყო მაგ საჩევადარი და იქვე ტუალეტთან მიმჯდარი ჩვენი ის რა ქვია ოპოზიციის წარმომადგენლები მე ხო ეხლა საქმე რაში მდგომარეობს ჩემო ძვირფასო მეგობრები ეს ჩვენს რასაც ვლაპარაკობ ტრაგიკომედია ტრაგიკომედია და ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისათვის ხელისუფლებას უნდა ყავდეს ისეთი ოპოზიცია რომელიც არის და მოქმედებს ოღონდ ქვეყნის საკელწითრეოდ და დაუნდობლად აკრიტიკებს ხელისუფლებას სადაც საკრიტიკებელია ის და არა გახარებულია იმისათვის რომ ქვეყანა დაასანქცირეთ ქვეყანა დაბომბეთ რატომ არ გვაჩვია თავზე ბომბები და ამისათვის ტირის ამა ეს ოპოზიცია რომელიც იბრალებს ოპოზიციონერობას სინამდვილეში კი ესენი არიან წმინდა წყლის მეხუთე კოლონა ესენი აუცილებლად უნდა განადგურდნენ მე იდეურობაზე ვლაპარაკობ იდეურად უნდა განადგურდნენ და ამათი ადგილი პოლიტიკაში არა და სამართლებრივი პასუხი სამართლებრივი აი გავამზადო გინდა ედი შენ იდეურად ეგენი მაშინ განადგურდნენ როცა deep state-ი განადგურდა უკვე ჩემი აზრით ისინი უნდა განადგურდნენ როგორ იცი რომ მათ მართლაც უნდა ჩამოერთვათ კანონით მე ზუსტად მაგას ვლაპარაკობ იდეური განადგურება არ არის იდეურადაც პოლიტიკურ სამართლებრივად ეს რეალურად რასაც დაკვირდნენ იმას გააკეთებს ქართული ხელისუფლება და აი ეს ვირიშვილები უნდა სხვანაირად ყოვლად წარმოუდგენელია ჩემოშალვა იმიტომ რომ აი ეს ადგილი პოლიტიკა ისეთი საოცარი რამ არის ვაკუუმს ვერ იტანს აი აუცილებლად მოვა ის ძალა რომელიც დაიკავეს ავარია მოუვა ვინც ხალხს გადაჭეხავს ის თუ გადარჩება ციხეშიც მიდის და მე მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევად შეიძლება გქონდეს და რამდენჯერ უნდა გადაგჭეხოს ამ ხალხმა ხო ხო მეორე არის კიდე რომ ხა ეს ჩვენი საყვარელი დაუძინებელი მეგობრები უცხოელები არ უნდა დაგვავიწყდეს ხო უბრალოდ კითხვის ნიშანი ძმები მეგობრები დაუძინებელი მეგობრები კითხვის ნიშანი ხო ჩდება მარტივი რომ რატო უნდა მოუნდეს ადამიანს გააკეთოს დადოს გნებავ დადოს ფსონი ყველაზე ხელმოწერულ ადამიანებზე რომელმაც ბოლო დროს უკვე დაამტკიცეს რომ ჰაერის გაბუჭების გადა პრინციპში არაფერი არ შეუძლიათ და როდესაც რეალურად ეგრე არის გნებავ ეხა პოლიტიკურად თქვათ ეს გინდა სხვანაირად თქვათ და ამის ბევრი მაგალითების გვაქვს ხო რატო უნდა დადო ამაზე ფსონი აი რა სხვა არ არის რა თანხად გიღის ეს ყველაფერი არა სხვა არის ხელისუფლება ხო ხელისუფლება რომელიც გეუბნება რომ მე მინდა ევროკავშირში მე მინდა შეგვედით ყოფნა მე მინდა რომ ჩემი სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა გამოვიყენოთ რაციონალურად თქვენც ვიშოვოთ ჩვენც ვიშოვოთ სახელმწიფო ავაშენოთ კარგი ქვეყანა იყოს ოღონდ ეხლა ომში შენ გამო რომ იქაც ხო არიან ეს ხელმოწერლები და იქაც არის გამბუჭებლები მე ჩემ ახალგაზრდობას აღარ ჩავწყვიტა ეს კინო მორჩა ეს დამთავრდა ეს არის ნომერ პირველი პრინციპულობა რაზეც მე პირადად სული და გულით ორივე ხელით ხელს უჭერ ხელისუფლებას ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არსებობს იმიტომ რომ როგორც კი დგება ომისა და მშვიდობაზე შედარების საკითხი და ხო ბევრჯერ ნაკეთე ჩემთვის ვერ გავუშვებ ომში რატომ იმიტომ რომ იქ სადღაც პატარა მუცუკი აქვს და ხო არა იქ მუცუკი ეთკინება ხო და სვისიშვილი უნდა წავიდეს ეს სხვა რაღაცა და ჩვენ ხო ხედავთ ახლა მილიონი გამოწვევა სოფლის მათ შორის ჩვენ ქვეყანას აი მოვდივართ სადღაც საცობი არის ის რომ აი ნერვები გვეშლება მერტო პირდაპირ ვიზახი რა საცობი მირჩევნია იყოს ვიდრე მართლა რაკეტა მოფრინავდეს არ იცოდეს სად დაიმალო ხო კი აი ეს არის მთავარი ამბავი დანე დაასრულე ძვირფასო მეგობრებო რა მინდა გითხრათ ახლა ხვალ არის ძალიან უდიდესი დღე კი ბატონო 17 მაისი არის 17 მაისი მოდიოდა იმდენი რაღაცას ისეთ სიტუაცია იყო ეს LGBT-ების შემოწმება რაღაცები და იმდენად ბძენი კაცი ვყავს სათავეში პატრიარქი
რომელმაც ერთხელ თქვა ერთი სიტყვა 17 მაისი რა კაცო ეს გადავაკეთოთ ოჯახის სიწმინდის დღედო და მართლაც რაც ვიყავით შარშან 17 მაისს ორი იმდენი უნდა გამოვიდეთ ხვალინდელ დღეს და თელ საელგებეტო მსოფლიოს დავანახოთ ვინ ვართ ქართველები რატომ მოვედით დღევანდელ დღემდე და რატომ ვიქნებით უკუნითი უკუნისამდე აი ესაა ჩემი მოტოდება ის ვაშკაცი ქართველი LGBT-ებიც უნდა გამოვიდნენ პირდაპირ გეტყვი რა კაბებით არა კაბებით არა მე რას მაქვს ვიცი ადამიანი კონჩიტას ხო უჭერდა მხარს ადამიანი სექსუალური ორიენტაცია იყოს ვიცი ესეთები მაგრამ ამას არ ყიროდეს არ გამოდიოდეს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ იყენებდეს და ფულს არ იღებდეს და არიან ეგეთი ქართველები ნორმალური ქართველები არიან ანუ იმ სიტყვას არ ეთქი ისინი არიან სხვები და რუსულ სიტყვა ანუ უყვართ მაგრამ არ უყვართ ხო არიან ხალხო ეგრე არ შეიძლება თქმა რა და ყველაფერი კარგად იქნება გავიმარჯვებთ მეგობრებო და ყველაფერი იქნება კარგად ხვალ მოგიწოდებთ რომ გამობრძანდით გამოხატეთ თქვენი აზრი მე ისეაც ვიცი რომ ბევრი გამოვა მრევლი გამოვა ადამიანი გამოვა ეს სიგიჟე რომ მობეზდა ის ხალხიც ბევრი გამოვა სოფლის დავანახოთ რამდენი ერი და ბერი იქნება ერთად კარგად ზანდებოდეთ ხვალამდე კარგად ზანდებოდეთ